ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საგამშვიდობისა შოუ-ბიზნესის სიახლეებით ეთერშია პროგრამა ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება, ასე რომ გვისმენთ ყურადღება. თიკა ჯამბურია მცირე პაუზის შემდეგ ახალ კლიპზე მუშაობს და როგორც თიკას პროდიუსერი ნატო დუმბაძე თავად თიკა და კლიპის რეჟისორი ირაკლი მინძე გვირდებიან, კლიპი ძალიან ლამაზ და სახალისო ფერებით იქნება სავზე. ჩვენ კი იზღვა დავჩენეთ კლიპის პრეზენტაციას დაველოთ, მანდა კი მუშაობის პროცესს დავესწროთ. აი სიმღერა ეკუთვნის რუსა მორჩილაძეს. ტექსტი არის ირინა სანიკიძის და ეს რაღაც ძალიან ლამაზი, კარგი სიმღერა, რაღაც პაუზის შემდეგ ჩვენ ამას გარკვეული მიზნების გამო იყო ეს პაუზა. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ გადაგვეღო რუსა სიმღერაზე კლიპი. ძალიან საინტერესო, სახალისო და გემოვნებით შესრულებული კლიპი იქნება. კლიპის რეჟისორი არის ისევ ირაკლი ნინიძე, მხატვარი ვაკაჭი და მთავარი მოქმედი გმირი თიკა ჯამბურია, რომელიც ისეთივე ლამაზ ფერებში იქნება, როგორც ეს კლიპი. აი გოგო ხარ, ეგრე. ადექი, დადი, Работа с ТК доставляет большое удовольствие, как и мне, наверное, все съемочные площадки, потому что все так сплоченные, мы уже не впервые работаем вместе. Не знаю, у нас девочка, она хорошая, довольно-таки гибкая в работе. მე მგონი არ გადაღებულა ესეთი კლიპი. ძალიან ხიარული კლიპია, თვითონ ძალიან უწევთ ლამაზი ფერებია ძალიან და ალბათ ძალიან კარგი გამოვა და მინდოდა რომ კარგი ყოფილიყო ესეთი დიდი პაუზის შემდეგ ჩემი კლიპი და მინდა რომ ლამაზი გამოვიდეს ძალიან. თიკა არის თვითონ ისეთი ადამიანი, რომ თქმაც არ ჭირდება, ისე აკეთებს ყველაფერს რა და რომ მოდის ერთი სცენა ქონდა ისეთი რომ მოდიოდა, მოქონდა რაღაც დიდი ენერგია რა და რაღაც მიხარია ხა თვითონ ნათელი ადამიანია და რა მე ძალიან მიადვილდება ესეთ ადამიანებთან მუშაობა. ხო მოვიდა ფანჯრიდან და მოვიდა აქ ჩვენ უკვე აქ ვართ, ხო? გავჩერდეთ, გევართ აქ და მე რა უკვე სიარულს რო იწყოს მე წავიდეთ იქით. თავიდან მქონდა ცოტა სცენარის სხვანაირი, უფრო რაღაც ზღაპრული, მაგრამ ეს ბოლო პერიოდი, რასაც უყურებ ტელევიზორს და აი ამ ზღაპარზე ძალიან ბევრი თან ცუდად ააწყვეს ყველაფერი, ანუ ცუდად აკეთებენ, ამიტომ გადავწყვიტე რომ არანაირი ზღაპარი არ ყოფილიყოს, უბრალოდ ყოფილიყო თიკას სახლი, ლამაზი, რომელიც ზღვის პირას არის და თიკა ყოფილიყო ისეთი ადამიანი, როცა ზღვის პირას ცხოვრობ ადამიანი, ხო? აი ეს ენერგია რაც გააქვს შენ ადამიანს, აი ეს გამოჩენილიყო ყველაფერი. ზუსტად ის იგივე სახეა, როგორც ვარ მე მხიარული, ესეთი თამამი ცელქი. თამთა გოგოძემ დაამთავრა თავისი სიმღერის ჩაწერა, რომელშიც ბეკას მისი მეუღლე აჩიკო ცანკაშვილი ასრულებს. ახლა მან დუეტის ჩაწერა დაიწყო წავიდა სიუჟეტი. მინდა აღარ მინდა მოსტა მინდა რომ ზუსტ იყო ჩემთან. ეხლა აქ იწერება ჩემი და თამთას დუეტი, რომელიც ეკუთვნის მუსიკა ეკუთვნის პეკეს მამუკა ბეგაშვილს, ანუ და ტექსტი ეკუთვნის მანანა გურგენიძეს და პეკეს. იწერება ლევან ლაზარიშვილის სტუდიაში და მღერიან თამთა და აჩიკო. არანაირად არ ვკამათობთ, პირიქით რჩევებს ერთმანეთს ასე ვთქვათ ვუსმენთ, ვითვალისწინებთ და მეორე დუეტია, იმიტომ რომ აჩიკო და იყო ჯგუფ ისინისთან და ისინისთან მე დუეტი მაქვს და ეს უკვე არის მეორე დუეტი, ოღონდ უკვე როგორც სოლო მომღერალთან. როგორც მეუღლესთან. ხო, მეუღლესთან. ეს სიმღერა მზადდება ჩემი ახალი ალბომისთვის, რომელიც გამოვა შემოდგომაზე. პრინციპში ამ სიმღერის მომზადების იდეა წამოვიდა იქიდან, რომ გაკეთებული იყო სიმღერა მაროკოსთვის.
იმიტომ რომ ჩვენ ორივე მივდივართ მაროკოში და არ მინდოდა რომ მარტო მემღერა, აჩიკოც მოდის და მოდი დუეტი ვიმღეროთ. გამოვიდა რომ მაროკოში ვიმღეროთ დუეტი და კეთდება. და ნუ ეს სიმღერა პირველად ალბათ ამ სიმღერას მოისმენს მაროკოს მაყურებელი და შემდეგ თბილისში. გიგა კვენეტაძის სტუდიაში ხატი ალიძბარაშვილის სიმღერას. თუ რას გვთავაზობს ხატია და ვინ არის სიმღერის ავტორი, ამას სიუჟეტიდან გავიგებთ. ეს არის მომღერალი ძალიან ნიჭიერი ჩემის აზრით ხატია ალიძბარაშვილი, რომელსაც მე დავწერე სიმღერა. ნუ არსებობს მომღერლების კატეგორია, რომელსაც შეიძლება მე უარი უთხრა საერთოდ ჩემს სიმღერაზე, მაგრამ ხატია ჩემთვის არის ის ერთ-ერთი მომღერალი, რომელსაც უბრალოდ ელემენტარულად ვთქვა, შეუძლია იმღეროს და შეუძლია გადმოსცეს ის, რაც მე მინდა და რაც ჩემი მოთხოვნა სიტყვას ვთქვა ჩემს სიმღერებთან დაკავშირებით. ვიცი რომ ხდება ახალ ეტაპს ვიწყებთ ერთობლივი შემოქმედების. ძალიან საინტერესო გოგონა, ძალიან სასიამოვნოა მასთან მუშაობა და რაც ყველაზე ძალიან მომწონს მასში ის არის რომ უკვე პიროვნება მუსიკოსისათვის ხომ გესმით რომ პიროვნულ თვისებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის რომ ის სამომავლოდ ჩამოყალიბდეს პროფესიონალ შემსრულებლად. ვამუშავებთ კიდევ ჩემს ერთ კომპოზიციას საახალწლოს, რომელიც ხატეამ უნდა შეასრულოს პროფესიონალ უფროსი თაობის შემსრულებლებთან ერთად. ჯერჯერობით გასაიდუმლოებულს დავტოვებ მათ სახელებს. რუსა მორჩილაძეს სიმღერის შემდეგ გადავწყვიტე მოსულიყავი გიგასთან და ძალიან მშვენიერი სიმღერა მაჩვქა მან და ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო რომ მან ეს სიმღერა მე მომცა და რა ვიცი მეტი მე ყველაფერი კარგად იქნება ამ კლიპზე ამ სიმღერაზეც კიდე კლიპს გადავიღებთ. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.